პირველი და ნამდვილი გარღვევა G7-3-ზე უკრაინისთვის. დიდი შვიდეულის ქვეყნები და აშშ შეთანხმდნენ გასცენ ლიცენზიები, რომლებიც უკრაინაში არა მხოლოდ დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების, არამედ შორ მანძილზე მოქმედი IRR-ის, კერძოდ ბალისტიკური რაკეტების წარმოებასაც შესაძლებელს გახდის. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა თავად შეძლებს თავის ტერიტორიაზე აწარმოოს როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა პატრიოტი, ასევე მათთვის განკუთვნილი გადამჭერი რაკეტები. და ასევე რაკეტები რუსებზე დარტყმებისთვის, რათა აღარ იყოს დამოკიდებული ამ რაკეტების მიწოდებაზე აშშ-სა და ევროპაში მდებარე ქარხნებიდან. თუ ეს თქვენ რაღაც არარეალურად გეჩვენებათ, აი ორი ფაქტი. პირველ რიგში პატრიოტის სისტემებისთვის რაკეტებს უკვე დიდი ხანია აწარმოებენ არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ იაპონიასა და გერმანიაშიც, განიაშიც. ბრიტანული რაკეტების Storm Shadow-ის შემქმნელი დღეს დაპირდა უკრაინას დახმარებას ფთოსანი რაკეტების წარმოებაში, რომლებიც მოსკოვამდე მიაღწევენ უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე. წინასწარ რომ თქვათ, გამოჩნდება Neptune 2, რომელიც ბრიტანელებთან ერთად შეიქმნება. მაგრამ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: როდის იქნება შესაძლებელი ამ ყველაფრის რეალურად დაწყება? როდის შეძლებს უკრაინა რეალურად დაიწყოს იმავე რაკეტების, მაგალითად პატრიოტის სისტემისთვის დამჭერი რაკეტების წარმოება, თუ ლიცენზიას უკვე ხვალ მიიღებს? აი ამ ყველაფერზე ჩვენ ახლა სტრუქტურირებულად ვისაუბრებთ. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყდეთ კომენტარი დაწეროთ ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. მართლაც სწორი და გარღვევითი გადაწყვეტილებაა დიდი შვიდეულის სამიტის მხრიდან უკრაინისთვის. დიდი შვიდეულის ქვეყნები და აშშ შეთანხმდნენ გასცენ ლიცენზიები, რომლებიც უკრაინაში არა მხოლოდ დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების, არამედ შორ მანძილზე მოქმედი IRR-ის წარმოებასაც შესაძლებელს გახდის. სწორედ ამაზეა საუბარი. დიდი შვიდეულის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საფრანგეთში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა, ეს უბრალოდ რაღაცა ინსაიდები არ არის, იცით, ეს დიდი შვიდეულის ყველა ლიდერის ოფიციალური განცხადებაა, მათ შორის დონალდ ტრამპისაც. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები და დიდი შვიდეულის ევროპელი წევრები გეგმავენ უკრაინას შეიარაღების წარმოების ორგანიზებას დასავლური კომპანიების ლიცენზიებით. საუბარი არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. შეგახსენეთ, ზელენსკი ტრამპისგან ითხოვდა უკრაინისთვის ლიცენზიას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამჭერების წარმოებაზე. დიპლომატიური წყაროს თქმით, რომელიც საფრანგეთში G7-3-ზე იმყოფებოდა, უკრაინას ასევე შეიძლება დიდი მანძილის სამიზნეების დასაზიანებელი საშუალებების, კერძოდ შორი მოქმედების რაკეტების წარმოება. გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში G7-ის ლიდერებმა დაადასტურეს განზრახვა. გაზარდონ საჰაერო თავდაცვის სისტემების IRIS-T Patriot, IRIS-T, NASAMS და სხვა მსგავსი სისტემების მიწოდება, ასევე მათთვის განკუთვნილი ჩამჭერი რაკეტების, მაგალითად PAC-3-ის შორი მოქმედების საშუალებების, ანუ შორი მოქმედების რაკეტებისა და სხვა შეიარაღების მიწოდება უკრაინის დასაცავად. აქ ნამდვილად უნდა მივაგოთ პატივი ევროპელებს. მათ ამ საკითხში ჩემი აზრით პირდაპირ დიდი კვანტური ნახტომი გააკეთეს. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპელები პირველები გადასცემენ უკრაინელებს თავიანთ ლიცენზიებს, რათა აჩვენონ ამერიკელებს, რომ მოусმინეთ ინიციატივას საკუთარ თავზე ვირებენ. თუ ამერიკელებმა მაინც ფრთხილობენ განაცხადეს, რომ ამერიკულ კომპანიებს შეეძლებათ შესაბამისი ლიცენზიების გადაცემა ევროპელ მწარმოებლებისთვის, ხოლო ისინი უკვე უკრაინაში წარმოებას მოაწყობენ. ანუ უკრაინა აწარმოებს ამერიკულ შეიარაღებას, მაგრამ ევროპელების გარანტიით. და დღეს დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ კი, ჩვენ განვიხილავთ ასეთ სქემას და რაკეტებს პირდაპირ მივაწვდით. სხვათა შორის ეს უკვე Fuel-ის პროგრამით აღარ არის. და ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არიან პირდაპირ გადასცენ უკრაინას დიდი მანძილის რაკეტები, პლუს გადასცენ ლიცენზიები ჩამჭერი რაკეტების წარმოებისთვის. Лицензии на производство ракет-перехватчиков для системы Patriot. მერცის თქმით, არსებული შეიარაღების წარმოების მოცულობა არასაკმარისია. ამიტომ ლიცენზირების მეშვეობით საჭირო პროდუქციის გამოშვება უფრო სწრაფად გაიზრდება. და უკრაინის მიერ დასავლური IRR-ის წარმოების დაწყება საკუთარი საჭიროებებისთვის საერთოდ იდეალური გადაწყვეტილებაა. და ტრამპი ამაზე დათანხმდა. აქ შეგახსენებთ თუ შემთხვევით ბოდიშით, კოდიშით კონტექსტიდან ამოვარდით, რომ G7-ის სამიტის დროს პარტნიორები განიხილავდნენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და საკუთარი სარაკეტო წარმოების მხარდაჭერას. Производство оружия. პრიორიტეტებს შორის ასევე ასახელებდნენ უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობის განვითარებას. ხოლო ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების მთავარ საკითხად სწორედ პატრიოტის ჩამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზიას ასახელებდა. გაგახსენებთ, რომ ამ თემაზე საათზე მეტხას გაგრძელებული მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპისა და ზელენსკის გუნდები დეტალების დასაზუსტებლად წავიდნენ და დღეს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს პროცესი მხოლოდ სიტყვებზე არ შემოიფარგლა, არამედ უკვე რეალური, არსებითი განხილვა იყო. შედეგად მივიღეთ დიდი შვიდეულის ლიდერების ერთობლივი განცხადება, სადაც ეს უკვე ოფიციალურად არის დაფიქსირებული. აქ აღნიშნავ, რომ დღეს თავად შეერთებული შტატების გარდა
იგივე პეტრიოტის რაკეტები იაპონიაშიც იწარმოება და იაპონიის ლიდერიც ასევე ესწრებოდა მოლაპარაკებებს საფრანგეთში. გარდა ამისა, უკვე წელს ასეთი წარმოება იწყება გერმანიაში. და აი მერცი პირდაპირ ამბობს, მოусმინეთ. გერმანიამ უკვე მიიღო ლიცენზია პეტრიოტის რაკეტების წარმოებაზე. მაშ რატომ არ უნდა დაიწყოს ამ რაკეტების წარმოება უკრაინაში? და როგორც ჩანს, ტრამპს ესეთი იდეა მოეწონა. იდეა იმაშია, რომ მოდით მარტივად აგიხსნით. იდეა იმაშია, რომ უკრაინას ეს რაკეტები სჭირდება. და მსოფლიოში ისინი არ ყოფნის. მართლა არ ყოფნის. მაშინ რატო არ მოიცეთ უკრაინას ლიცენზია, რომ თვითონაც არ მოოს ეს რაკეტები? მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რეალისტები ვიყოთ. სამხედრო ექსპერტები კი პასუხობენ რა კითხვაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებდა უკრაინა ასეთი წარმოების დაწყებას აშშ-სგან ლიცენზიის მიღების შემთხვევაში. ამბობენ, რომ ეს სადაო საკითხი. იმავე გერმანიას დაახლოებით 5 წელი დასჭირდა ასეთი წარმოების ორგანიზებისთვის. მაგრამ აქ ამ 5 წლის მაჩვენებელმა არ უნდა შეგაშინოთ. საქმე იმაშია, რომ გერმანიაში ამ პერიოდის დიდი ნაწილი, ამ 5 წლის დიდი ნაწილი, სწორედ ამ რაკეტების მომავალში შეძენაზე წინასწარი შეთანხმებების გაფორმებას დაეთმო. ანუ არა უშუალოდ წარმოების ფიზიკურ დაწყებას, არამედ სწორედ კონტრაქტებს. უფრო მარტივად რო ვთქვათ, თქვენ ხომ არ ააშენებთ ქარხანას, რომელსაც არავინ შეუკვეთავს პროდუქციას. შესაბამისად, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა შეთანხმებები, კონტრაქტების ხელმოწერა და ასე შემდეგ. და აი წლის დასაწყისში გერმანიაში გამოჩნდა დიდი შეკვეთა. იქ დაახლოებით 1000 ესეთი რაკეტა. და მათ თქვეს, შესანიშნავია, ვიწყებთ წარმოებას. და აი მათ როგორც იქნა დაიწყეს წარმოება, როცა მიიღეს ეს 1000 რაკეტის შეკვეთა. უკრაინაში როგორც მივხვდით, უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა უკვე გააკეთეს შეკვეთა. რაკეტები გუშინო იყო საჭირო. ამიტომ პროცესი სწრაფი იქნება, მაგრამ წლები ნამდვილად არ დასჭირდება. ამასობაში აქ კიდე დაიწყო შეჯიბრი, ვინ პირველი შევა უკრაინის ბაზარზე თავისი ლიცენზიებით. ევროპული სარაკეტო კონცერნი MBDA-მ დღეს ხელი მოაწერა მემორანდუმს უკრაინულ საკონსტრუქტორო ბიურო ლუჩთან შორ მანძილზე მოქმედი 11 სისტემების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. MBDA ითვლება ევროპაში ყველაზე დიდ და ცნობილ სარაკეტო შეიარაღების წარმოებლად. და აი მისი ყველაზე მოწინავე შემუშავებებიდან არის ფრთოსანი რაკეტები, Storm Shadow და Scald. მათ აქტიურად იყენებს უკრაინა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის. და ეს შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინული ფრთოსანი რაკეტის ნეპტუნის განვითარებას, რათა მის ბაზაზე შეიქმნას შორი მანძილის დარტყმის სისტემა, Neptune 2. ფაქტობრივად რაკეტების Storm Shadow-სა და Scalp-ის მწარმოებელი კომპანია სთავაზობს თავის ცოდნას უკრაინული ანალოგის შესაქმნელად, უკვე არსებული უკრაინული შემუშავებების საფუძველზე. აქ აღნიშნავ, რომ სახელმწიფო საკონსტრუქტორო ბიურო ლუჩი ახორციელებს ნეპტუნის კომპლექსის ფრთოსანი რაკეტების მოდერნიზაციას. და აი ნეპტუნის ბოლო მოდიფიკაციების მოქმედების რადიუსი უკვე 1000 კილომეტრს აღწევს. როგორც მივხვდით, ევროპელებთან ერთად შესაძლებელია კიდევ უფრო დიდი მანძილების მიღწევა. ტრასაორია არავინ გააკონტროლებს. ანუ შესაძლებელი იქნება დარტყმა მთლიან რუსეთის მასშტაბით და არც ერთი დასავლელი პარტნიორი ამაში არ შეგზუდავს. აქ დავსვამ, თქვენი აზრი და დასვენები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით დაეხმაროთ ვიდეოს აღწერაში მითითებული ფულებით და რეკვიზიტებით. იქ არის Patreon-იც, Buy Me a Coffee-ც, ასევე კრიპტო საფულეები, საბანკო რეკვიზიტები, YouTube სპონსორობაც. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმატი, მადლიერი ვიქნებით თქვენ ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა იზუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.